მეგობრებო, ესეთი თემატიკა გვექნება ახლა გაშლის. რას გრძნობს თქვენი პარტნიორი თქვენთან მიმართებაში, იმისთვის რომ გაიგოთ საერთო გაშლა თუ არა, და საერთო გაშლა ყველაფერი არ ემთხვევა პირადი გაშლებისთვის და უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის, რასაკვირველია პირადი გაშლა არის უკეთესი. თუ გენდომება ჩემეხმიანეთ, მომწერეთ პირადში და გაგაცნობთ ყველა დეტალს, ფასებს, დეტალებს და ასე შემდეგ. ვიხარ თქვენ რომ გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლას ვაკეთებ მანარაზე, რომელიც არის 18+ კარტი და ხშირად ვერ გაჩვენებთ, ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ. ვიხარ თქვენ, ეს კარტი აჭრისასაც ამომივარ და თუმცა თვალე ავარით და მაინც ამოვიდა, მოკლედ 7-იან პენტაკლი, 7-იან პენტაკლში უნდა გაჩვენოთ, ამ შემთხვევაში დავფარავ ღია ადგილებს ამ კარტს. 7-იან პენტაკლში ეს ქალბატონი ზის და წერილებს კითხულობს და ფონად მამაკაცია, რომელსაც ეს ქალბატონი ვერ ხედავს, რომ მიაკითხა, შევიდა მის ოთახში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მოკლედ, თქვენ ხართ მოლოდინის რეჟიმში. შეიძლება გადაიკითხავთ ხოლმე პირად მიმოწერებს თქვენსას და თქვენი პარტნიორისას გაშლა არის ორივესკისთვის, თქვენ თავზე მოირგეთ ხოლმე მამაკაცებმა, როგორც ყოველთვის. გაქვთ სურვილი, რომ თქვენი პარტნიორი თქვენ გვერდით იყოს, მოვიდეს, ჩაგეხუტოთ, ისევ ისეთი თბილი სიტყვებით აგავსოთ და აგაფორიაქოთ, რაღაცნაირი დადებითი ემოციებით, რომელსაც იმეტებდა თქვენთვის რაღაც პერიოდის განმავლობაში. რატომ არის ესეთი მდგომარეობა თქვენგან? პაუზა მიჩვენებენ თქვენ ურთიერთობაში, სადაც, ამ შემთხვევაში შემიძლია გაჩვენოთ, სადაც ისეთ მდგომარეობაში ხართ, თქვენ ოცნებებში ხართ, თქვენ რაღაცნაირ ფანტაზიებში ხართ ამ კარტზე კონკრეტულად, მდგომარეობაში ხართ, რომ აი რაღაცას დაფრინავთ სადღაც ოცნებებით, ფიქრებით, მონატრებებით, თითქოს ყველაფერი შვიდად და ლამაზად გაქვთ. აქ თოლიაცის ამ კარტზე და სხვათა შორის არასდროს არ შემემჩნევია, ეხლა შემამჩნიე. თოლია ეს არის ყოველგვარი სასიხარულო ინფორმაციის მომტანი, რაღაცნაირი ისეთი ფრინველი, ასე ვთქვათ, დადებითი, რომელიც შეიძლება რაღაც ინფორმაცია მიიღეთ კონკრეტულად თქვენ პარტნიორზე არ არის გამორიცხული ამ შემთხვევაში და ცოტა არ იყოს ფანტაზიებში გადაეშვით. პაუზის კარტია, კლასიკურ ტაროში ყველა ვარიანტში 4-იან ხმალი. ეს არის მდგომარეობა, სადაც გულის ტკივილი გაქვთ, რასაკვირველია, მაგრამ კონკრეტულად მანარას თუ ვიტყვით, აქ არის მეოცნებე ქალბატონი, რომელიც ჯერჯერობით მარტოა, მაგრამ რაღაცნაირად დიდად გულს არ ცდილობს არ მიაკაროს ის დარდი და ნაღველი, რაც მარტოობისგან მას აქვს. აი, არ ჩაიხედოს თავის თავში, მოდი ესე ვთქვათ, თავის თავთან არ გაამხილოს, რომ ამ პარტნიორის გარეშე უჭირს მას ცხოვრება, ამიტომ გადაშვებულია ერთგვარად აი ამ მეოცნებე რეჟიმში. თუ ატყობთ, რომ იდენტიფიკაცია თქვენზეა და შეიძლება თქვენზე იყოს ეს გაშლა, კომენტარები და ლაიკები, გაზიარებები არ დაგეზაროთ, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ენერგოცვლისთვის არის როგორც თქვენთვის საჭირო, ასევე ჩემთვის. ასე რომ გავიგოთ, რას გრძნობს პარტნიორი, მისი გრძნობები როგორია ცხელ-ცხელი თქვენთან დაკავშირებით. შეყვარებულები ამოდის აქ. არ მინდა ხოლმე ეს კარტები რომ ვაჩვენო, რომ ვიდეო არ დაიბლოკოს, მაგრამ ისეთი კარტებია, არ მინდა იფიქროთ, რომ რაღაცას ჩემით ვიგონებ. 6-იანი მაღალი არკანი შეყვარებულები არის. მთავრესად კარმული მდგომარეობა, კარმული კარტი, კარმული სიტუაცია თქვენ პარტნიორებს, თქვენ ორს შორის. ეს არის მდგომარეობა, სადაც ქალბატონს მთელი ზურგი, მთელი ტანი შეგიძლიათ ნახოთ. დაშრამული აქვს, დასისხლიანებული აქვს, რაღაცნაირი მდგომარეობა ისეთი, სადაც წარსულ შეიძლება პარტნიორ ურთიერთობებში ამ ადამიანთან არა სხვა ვითარებაში წარსულში დიდი ერთგვარი პერიპეტიები გაქვთ გადატანილი, დიდი სტრესები, დიდი ნერვიულობები, რაღაც ნაწილისთვის შეიძლება ხელით შეხლა შემოხლაც კი თქვენ პარტნიორულ ურთიერთობებში. ბევრი გაქვთ, მოდი მოკლედ რო გითხრათ, გადატანილი ნაღველი და დარდი, რომელიც ამ შემთხვევაში კარტით ფიზიკურად გამოიხატება თქვენ ფიზიკურ შრამებში, ასე ვთქვათ. და ამ ყველაფრის შესახებ ამ პარტნიორმა შესაძლებელია იცის თქვენი ტანჯვები წარსული, თქვენი მდგომარეობა, როგორ რაღაცნაირად არაკომფორტულ
პარტნიორულ ურთიერთობაში იყავით რბილად რო ვთქვათ. თუმცა ადამიანი გრძნობს რომ თქვენ ხართ მისი კარმა, მისი საჩუქარი, მისი არ ვიცი, წყევლა, ასე ვარქმევ ხოლმე ამ კაცს მე ეს არის კარმას გააჩნია ადამიანის რა მოაქუჩა მის ცხოვრებაში, მისი კარგი, თუ კარგი მოაქუჩა და გრძნობს რომ ეს საჩუქარი ვითხართ მაღალი ძალებისგან მის ცხოვრებაში მოვლენილი რაღაც კარგების გამო და თუ ცუდები აკეთა პარტნიორებთან მიმართებაში და ცუდად ექცეოდა ქალბატონებს, მაგალითად მამაკაცი თუ ვიტყვი, ეს არის ერთგვარად მისი წყევლა თქვენი სახით მის ცხოვრებაში მივლენილი, სადაც ნუ კიდევ მაღალი არკანი ამოდის, აქ არის მაგი, პირველი მაღალი არკანი, სადაც ადამიანი ფიქრობს და გრძნობს, რომ თქვენ მასზე მანიპულირებთ პირველ შემთხვევაში, ნუ ამ კაცს ვერ გაჩვენებთ, მაგრამ ინტიმურ სფეროს გულისხმობს კონკრეტულად ეს კარტი, მანიპულირებთ იმითი, რომ ძალიან კარგად შეგიძლიათ არ ვიცი, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ, კიდევ ვიმეორებ, მაქსიმალურად ვცდილობ ისეთ სიტყვებით გადმოვცე, რომ არ დაიბლოკოს ეს ვიდეო. ძალიან კარგი შეწყობადობა გაქვთ, ასე ვთქვათ, ამ პარტნიორის გრძნობით მასთან მიმართებაში. ანუ არ ვიცი, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ, კიდევ ვიმეორებ, მაგრამ ეს არის მანიპულაცია ინტიმის გზით, ძალიან სიამოვნებს მას თქვენი ყველა შეხება, ყველა მოფერება, ყველა კოცნა, აი რაღაცნაირი ჟრუანტელი უვლის, რაღაცნაირი ემოციური, მაქსიმალური დამუხტვა ემართება თქვენთან მიმართებაში, რაც არასდროს არავისი არ ქონია, ნუ ასეთი დოზით. და ადამიანი გრძნობს და ფიქრობს, რომ აი ამ ინტიმის გზით, აი ამ კარგი შეწყობადობით, აი ამ თქვენი ინსტრუმენტებით, რომელსაც იყენებთ, რა ინსტრუმენტებია, არ ვიცი და ამას არ ჩაუღრმავდები, თქვენ უკეთესად გეცოდინებათ ეს. კარგად მანიპულირებთ მის გრძნობებზე, მოკლედ, მის ემოციაზე, მის სურვილებზე, შეიძლება იყოლიებთ ხოლმე თქვენ რაც გინდათ ის რო გააკეთებინოთ აი ამ გზით, მოკლედ, რაღაცნაირი ისეთი მდგომარეობა, კიდე რას გრძნობს? ძალიან გაოგნებულია ტიპი, ძალიან ემოციურად დამუხტულია, ძალიან გადმორთულია თქვენზე. კიდევ გრძნობს, რომ 5-იან ხმალი, 4-იან ხმალი, 5-იან ხმალი. რაღაც კონფლიქტი მოხდა სავარაუდოდ. თქვენ ურთიერთობაში არ არის გამორიცხული, რომ რაღაცაზე ვერ შეჯერდით, ან რაღაცნაირი ისეთი სიტუაცია იყო, სადაც ის თავისას ამტკიცებდა თქვენსას, მაგრამ აი ამ დიალოგიდან კონსენსუსს ვერ მიაღწიეთ, ვერ შერიგდით კი არა და ვერ მორიგდით, უფრო ზუსტი სიტყვა იქნება ამ შემთხვევაში, რო ვთქვა, სადაც ადამიანი ფიქრობს და გრძნობს, რომ თქვენ თითქოს შებრუნდით, თქვენი პოზიცია არ დათმეთ, აბსოლუტურად არ აპირებთ რაღაცა თქვენი საფეხურიდან ქვევით ჩამოსვლას, კონსენსუსზე წასვლას, შერიგებაზე, პირველ ნაბიჯზე, გაბუტულ მდგომარეობაში ხართ, შებრუნდით და წახვედით თქვენ გზაზე. ადამიანს აქვს ემოციური ფონი ძალიან დიდი თქვენთან მიმართებაში, ეს არის წყლის სტიქიის პრინცი, შესაძლებელია წყლის სტიქიას წარმოადგენდეს, ასევე შესაძლებელია თქვენი პარტნიორი წარმოადგენდეს ცეცხლის სტიქიას, აქ არის ორი კატეგორია ვარიანტების მხრივ, თუ ვიტყვი წყლის სტიქია არის თევზი, კიბორჩხალა, მორიელის ნიშანი, ცეცხლის სტიქია ეს არის ვერძილო მიმშვილდოსანი, არ არის გამორიცხული, ამ ორი სტიქიიდან იყოს უმეტესი ნაწილისთვის იქნება თქვენი პარტნიორი მისი გრძნობელობით და მისი ცეცხლებით. თუმცა სხვა ვარიანტში შესაძლებელია ადამიანი ძალიან შესაძლებელი არ არის ასია, უბრალოდ ძალიან ემოციურ ტალღაზია გადმორთული თქვენთან, ძალიან რომანტიულია, ძალიან ემპათიურია, მოსიყვარულია, ძალიან ენატრებით, ძალიან დიდი ცეცხლები და მიზიდულობა აქვს ცეცხლის სტიქიის პრინც თუ ვიტყვით თქვენთან მიმართებაში, რომ ერთი სურვილი აქვს აი ამ ინტიმით ისევ დაკავდეს და ნუ ყველა ფორმატში განგიხილავთ საიდუმლოდ თავის თავთან, აქ არის კალდისირში მეორე მაღალი არკანი ქურუმი ქალი, რომელიც არის საიდუმლო. ეს არის მისი კონკრეტული ცხოვრებისეული საიდუმლო, თუ როგორ ბედნიერი და ემოციურია თქვენთან ერთად, აი ამ სიტუაციაში კონკრეტულში თუ ვიტყვი და თუ არ ჩაუღრმავდებით ფიზიკურ კონტაქტს, თუ როგორი შეწყობადობა და სიამოვნება აქვს ამ ადამიანს თქვენთან ერთად ყოფნისას, მაქსიმალურად იმუხტება, მაქსიმალურ სიამოვნებას ღებულობს.
მაქსიმალურად უნდიხართ მის გვერდით, ამიტომ გრძნობები აქვს საუკეთესო, არ ვიცი რა შემიძლია დავამატო, რჩევა თქვენთვის რა იქნება, თქვენ გაიზარდეთო.